ვიცი, რა სტუმრები მყავს ნიკოლოზ რო იცოდეთ ბიჭებო გაგიჟდებით. აბა, ცერებზე დადგებით. ჩემი თამადობით. აბა, ვინ აქვს სტუმრები? სტუდიაში მინდა მოვიწიო ნიჭიერი ადამიანები, პროექტ ნიჭიერის ფინალისტები, ანსამბლი ნენსკრა. აბა! შეგენაცვალე გოგი რაც იცი ეგარი ფრანგულები შეგენაცვალე ორი თვიასვანური არ გვიცეგვია მე და პაატას როგორ ძანდებით მოგესალმებით ძალიან გამიხარდა თქვენი სტუმრობა გულშემატკივრობთ ისევ როგორც თქვენ ისევე ბევს ფინალისტებს მე კი მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაქვს იმდენი ძილობა, კახელი კი ვარ, მაგრამ იმდენი ძილობა მაქვს ზოგ-ზოგიერთების გასაგონად. ჩვენ აკახელები ჯელტვენები ვართ, რო? არ თქვა ხმამაღლა ვის გულშემატკივრობ გააჩნია რამდენ სვანურ მარილს და კუბდარს მომცე, მაგრამ მე მარილი მიყვარს. აი, ხედავ, ამას ქვია ჯელტვენური საქციელი. აბა რა, კარგი რაც აქვს. გვაწყობს შე. კარგი, კი ბატონო, მაშინ მოდი გადავიდეთ საერთაშორისო ადამიანებზე, რახან გვესტუმრეთ. მადლობა, რა თქმა უნდა, ამისთვის და ფინანსი გასვლას გილოცავთ, რა თქმა უნდა. და ბინის ამბავზე მოგვარებული ხართ უკვე ვისაც წვება დაიცადა, ვის ოთახის ბინას ვაქირავებთ. უკვე გაქირავებთ. ისე რამდენი ბრძანდებით ანსამბლში? ანსამბლში ვარ 15 მომღერალი და 12 მოცეკვავე ახლა ბოლო ნაწილში. არა, კი, გაქირავება ჯობია. ეს რაღაც ყოველთვიური, ბევრი არაფერი იღარ, ვარვალარი, ასე იქნება. ასე რომ მე მოსავლეთის ფანჯარა მე შემხვდა. ხო, კი ბატონო, კარგია. დასავლეთის ჩვენია. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ზოგ საომავალი ზოუყარ, ზოგ ჩავავალი, რა ვიცი ხარისია, ხანასია. ხა ბატონო ლალი. ისმენთ. თავიდანვე დიდი სიმპათიით განწყობილი, იმიტომ რომ ჩემ დედას ქვია ლალი. და ყველა ლალი აკეთებს კარგ საქმეს. მადლობა. ნუ ეს ჩემ შემთხვევაში მამა ჩემო დაიწოდა და ჩემო დაამთავრა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი შვილები არიან, ხო ესე? ესენი ჩემი შვილები არიან, ჩემი აღზრდილი შვილები არიან. ჩემთან ერთად აღიზარდნენ. რამდენი წლისები იყვნენ რომ მოვიდნენ თქვენ? ვაი, მესენი იყვნენ, ყველაზე უმცროსი იყო მეორე კლასელი და თავიდან რომ დავიწყეთ და ყველაზე უფროსი იყო მე-7 კლასელიდან, მაგრამ ეხლა აი რამხელა ვაჟკაცები გავზარდო. ბრავო, ბრავო, ძალიან კარგია რა. აუქრა ესეთ რაღაცეებზე მეტირება და მე მეუბნებიან ხოლმე პროდიუსერები რა სასაცილო გადაცემა არის ეს და შენი ეს მოწყენილი სახე არავის არ გვაინტერესებს გაგიშვებთ აქედან და რა აუქრა სად წავიდე არ მინდა სატერიალში ჯერ ახალგაზრდა ვარ ხო იცი ის აკვია აღდგომა რომ მოდის არ ვეუბნებით რა უნდა ამას გადამეკიდე რა ვიცი რა იყო სატირალი დაუგლიჯავს ხალხი ყველაფერს მეორე შენ გაგიმართლა რომ მანდილოსანი ყავს მაგეთ და მე აგერ სვანი ბიჭები მყავს ამათმა კი არ იციან ხუმრობა და მეტანი ვინდა მე რომ მეუნები ჩათვალი ამათაც ეუნები და ცოტა მტყილად იყავი მაგეთ არ ვარ მართალი მართალი ხარ არა მე მგონი იცის კოშკიდან უკუღ მაიკიდა რას გეუნებოდი მაშინ არ დათანხმდება აგროლზე არ დათანხმდება მაგის მერე ხო იცი მაღალ სართულიან სახსო თუ ბადიჟები კი არავდი პირველი მეორე სართულზე თუ დამიწახებენ მივდივარ მარტო ოქრო კარგი ადამიანები ხართ ესე თქვენი შვილებიც აქ არიან ისე ხო ანუ თქვენი აი ჩემი ნამდვილი შვილები არ არიან მაგრამ აი ამ ბიჭს ეუბნებიან რომ შენ რო იზოს შვილი ხარო ლალის შვილი ხარო და რატომ იცით
მე რასაც ვეუბნები ხოლმე ყველაფერს აკეთებს და დედამისი ვეუბნება არა. ეხლა როცა მოვდიოდით, აი თავისი დაეუბნებ, ველოდებოდით, ტაქსი ქონდა, ყავდა გამოძახებული და ველოდებოდით, დემეტრე ჩამოდი და ადგა ის თავისი და გადაურეკა დედამის. აი ეხა ყველანი დემეტრეს ველოდებითო, ყველა მზად არისო, ჩამოსული არისო დემეტრეს ველოდებითო. რატო ურეკავ გოგო შენ მეთქი, რატო აბრაზებ დედიკოს? დედა შეხედე მე რო რამეს ვიტყვიო, იმ წუთშიო მეჩხუბებაო და დემეტრეს ამ წუთშიც მოუდგაო. დემეტრე და ვახო, ხო? დიახ. და ესე იგი შვილებისთვის ასე ვთქვათ მეფეების სახელი კი დაგირქმევიათ და ანსამს რატო დაარქვით დინარის სახელი? ეთქობა რამე კავშირი არის მაგასთან ისეთი რომ აუცილებლობა იყო? რა თქმა უნდა. აბა რა? ჩვენ სოფელს შუაში ყოფს მდინარე ნენსკრა, რომელიც ნენსკერის მთებიდან მოედინება. და არის ძალიან კამკამა, ძალიან სუფთა წყალი და ძალიან გვიყვარს მდინარე როგორც ასეთი და ნენსკრის ნაპირებზე ერთხელ ჩატარდა პატარა ფესტივალი. აი ჩვენ სოფელში რომ რაღაც ტურისტული ის შეიქმნილიყო რა. და მოვიფიქრობთ ახლა მოდი და ჩვენს ანსამბლს ნენსკრა შევარქვათო. მივსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ რომ დაგვერქვა ანსამბლი ნენსკრა. და ძალიან გვიყვარს ჯერ ერთი მდინარეც, ჩვენი სოფელი, სვანეთი და მდინარე სიმბოლურია ეს მისი სიკრიალე, ხო? სიკრიალე, დიახ. აი რამდენადაც არ უნდა ეხლა დარწმუნებული ვარ მაყურებელი დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად შესატყვისი გარემოა აქ, რომ ისეთი მართლა სისუფთავე მოდის თქვენგან, რომ ემჩნევა მთის შვილები რო ხართ და დიდი პატივისცემა ჩვენ სვანების თამადობით და აბარა ჩვენ გემრიერ ხალხს ნუ ცნობილი მდინარე გახდა ამიტომ ამ ნენსკრა ჰესის დიახ თქვენ სტუდიიდანაც ბევრჯერ მოგვისმენია გადაცემა ნენსკრა ჰიდროს აშენებაზე, მაგრამ მე ვიყავი ძალიან კატეგორიული წინააღმდეგი. იმიტომ რომ არ გვინდა რომ ჩვენი ხეობა წყალმა წაიღოს და დაიტბოროს და მოხდეს ისეთი შემთხვევა, რაც ხდება ხოლმე ზოგ შემთხვევაში. ჯარი გწერია კაცო. რა გვარების ბრძანდებით თქვენ? მე მაგალითად სუბელიანი. შეგენაცვალეთ. დევდარიანი. მე ანსიანი. ჩხეტიანი. გულიაშვილი ვარ მე. გულიანი. შეგენაცვალე ის გულოიას მეძახის. გულიანი ჯომია. არაბიანი. კარაბიანი. კარგია, მარტივად გადასაკეთებელი გვარია, ხო, ის ეკეთება ყველა მიმართულებით, რა. სადაურიც. ესე იგი, რა მინდა რომ გკითხოთ ახლა ამ პროექტს რომ დაუბრუნდეთ, რა. ვისი იდეა იყო ეს, რომ უნდა მიგიღოთ, ამოდი მივიღოთ ამ პროექტში მონაწილეობა. არა, ყოჩაღვის იდეაც იყო. მაგრამ ვაინც სულ მეუბნებოდნენ, რომ ესეთი კარგი ანსამბლი ყავსო და ერთხელ ნიჭიერში რატომ არ მიყავსო რა ვიცი. მაგრამ სამაგისოთ მაინც და მაინც არ თვლიდი ჩვენ თავს, რომ ნიჭიერში გამოსულიყავით გაგვებედა. აი ეს როგორ შეიძლება და ესეთი ნიჭიერები ხართ რა. იმიტომ რომ რა ვიცი, სოფლიდან მოვდივართ, მთიდან მოვდივართ და არ ვიცი. ეს ჯანმრთელობით ეს ჯოხანხალო მესმის ახარო სვანური გუდი უნდა გეხუროს და ჯოხანხალო ეს შეიკერეთ თქვენ ყიდულობ თუ ვინმე გიგიდგათ გვერდში ასე ვთქვათ ამ ამბებში. ამ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევა, ნენსკრა ჰიდროს კომისიის ერთ-ერთი მასში მონაწილეობდი და ხაზი გაუსვეს, რომ ფოლკლორის აღორძინებაო და ძველი ტრადიციების აღორძინება გვინდაო და ჩვენ კიდე პატარა შავი მაიკები გვეცვა და ზედ წარწერა თვითონ ბავშვებმა გაუკეთეს, ნენსკრა დააწერეს. კარგი ბატონო, ავდექი და თით დავადები. აი ამის აღორძინება და ამის გაკეთება თუ გინდათ მეთქი ფორმა არ გვაცვია და ჩაგვაცვით თქო და მართლა შეგვიძინეს. კარგია. ფორმები გაქვთ, ბინაც სასწორზია. შედით. ველოდებით ბინას. ახლა ბინას დაადეს თითიას გვინდა და საერთოდ შორის სუბელიანი ხო ბრძანდებით თქვენ? მე მყავს ნიკუშაზე მეტი არა, მაგრამ ნათლული მყავს ნიკოლოს სუბელიანი და არ მინახია რამდენი ხანია და აქედან უნდა მოვიკითხო ხა. ხო შეიძლება? რა თქმა უნდა მოკითხვა კაცო ყველას. სვანს ყველას მოკითხვა ჩვენგან. აი ესე როგორ იქნება ეხლა რომ რამე კარგი ამბავი ვერ მოგვიყვეთ ისეთი. ზოგადად სვანები
უხერხულ სიტუაციებში ხდებიან ხოლმე, მე არ ვიცი ეს რაღაც, მაგრამ თუ იცით, იმიტომ რომ ერთხელ რაც ვიცოდი ძალიან ამიგძალეს, აღარ მოყვეგენიო და არ ვიცი იმის მერე და თქვენ იქნება მოყვეთ რამე. ყოფილა რამე კონცერტების დროს ან ისე. არ ზოგადად რა. რამდენიც კიდათ ბევრი. ხო არა, მოგიყევით პირველი ორი. მოგიყევით და შენ ეთყობა კარგად ბოლოდა. ფორმები კი გვაცვია ყველას, მაგრამ ნუ მაინც ხან ქირქირაობა გვიწევს, ხან გვავიწყდება. სხარტები კი ვარ ჩვენ სვანები, მაგრამ ხან და ხან გვავიწყდება რაღაცები რჩება ეს ფორმები. აქ თბილისში რომელიღაც უბანში რაღაცა მაღაზია არის, მუმია ქვია და სათმიაგე. არ ვიცი სად მივაგედით, მეც არ ვიცი. მივედით ახლა რაღაცა ქალბატონი მივიდა რომ ასე და ასე ვეძებთ ამ მუმიას, ყველგან ვეძებთ იქეთ, გაიკითხეს, გავიკითხეს მუმია სად არის? ანუ ეს უნდა ქირაობა გინდათ, ხო? ხო, რაღაცები აზიურების ქირაობა გვინდა და როგორც იქნა მიაგნეს და ქალბატონი შემოეგებათ და მუმიას ვეძებთო, მაღაზია არის ასეთიო და ეს რაღაცა ტელეფონზე ლაპარაკობდა, ვერ გასცა რაღაცა გარკვეული გაგებით პასუხი და მობრძანდითო და ეს ჩვენიანი ეკითხება ერთ-ერთი და თქვენ ხართო ქალბატონო მუმიაო? მეგრელი იყო, მე მგონი თუ არ ვიცი, არა ქალბატონო, მე როგორ იქნები მუმიაო? ეს მაღაზია არისო მუმიაო. ციგრები ხარდა. ქალბატონმა მუმიამ გამოგატარა დაზიანება. რეპეტიციის დროს ეგეთ კურიოზს გავიხსენებ კიდე. ძალიან დარბაზში ვართ და რეპეტიციებმა დაღლილები ვართ, რა ვიცი, დუღიასტის დარბაზ და ეს ვახო დაიღალა ბოლოს ხა სოლისტი ბიჭი არის და აი ფერხულის დროს არის რაღაც ესეთი მომენტი გვაქვს, ეს ფეხი უნდა აწიო რაღაცნაირად და ამას ვეუბნები რომ აწიეს ფეხი, აწიე თუ გავიწყდება. მასწავლებელს ეუბნება, იციო რატო არ წევ ამ ფეხს და ბოდიში და ძროხარო ფეხს წევს ხოლმე, ყველა იმას ურტყამზო და არ მინდა ფეხი დაწევა. მოკლედ ხალისობ კიდე. ხალისობ. რა თქმა უნდა. კარგია. თქვენ ამას ხო არ გაიხსენებთ? რა ვიცი, ერთი დიდი ოჯახი ვარ ჩვენ და კურიოზების გარეშე არც ერთი დღე ჩვენთვის არა ყოველთვის. ხან ჩვენ ვაგვიანებთ და მასწავლებელი გვეჩხუბება, ხან ისევ ჩვენ ვაგვიანებთ და მასწავლებელი გვეჩხუბება. ჩვენი მდინარე, არ ვიცი ხა ჯომარდელებმა მიანიჭეს ეს სტატუსი თუ ვინ იყო, არ ვიცი, ყველაზე სწრაფი არისო საქართველოს მდინარეებს შორის, არ ვიცი რამდენი მართალია. ნუ გავართ ჩვენ ხასიათით. ხო არა? კი, ძალიან. რაჭველების მერე ყველაზე სწრაფები ალბათ. ძალიან მაგარი ჰუმორია, გაიცალე, ძალიან. აშკარად. ესე იგი, რა ვიცი, მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, ეხლა წინ ბევრი დიდი ამბავია, სანერვიულოც იქნება. ეხლა ნაცლა არ გვინდა მე და ნიკუშას წილი კაცო, მაგაზე არ არის პრობლემა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუ მოიგებთ ბინას, მე გისურვებთ. პურმარილზე მე და ნიკუშა მოვხვდებით. კახურღვინოთი თუ მობრძანდებით, ამას დაგიმასპინძლები. წესით უნდა იყოს. რატო არა? აბა ეხლა სვანეთში ამოვიდე, ღვინო არ ამოვიტანო? მე საერთოდ რო დავდივარ, დამაქვს ხოლმე ღვინო რაოდენობის მიხედვით და დამყავს ეს ბიჭები. შენ მოვიცე. აი სიმღერა ხო გვინდა კიდე? ქალაქური. მოკლედ. მე ასე გადაწყდა ხლა თუ რომ მოიგებენ ბინას, გვეპატიჟებია ჯერადი ხარ თქვენ და მე საღამოს დავრეკავ თუ იქ რა ვიჩვენობა ამოვალ მე. არა, ჩვენ სვანეთში ამოსასვლელი ესეთი კოდი გვაქვს 09033306. ბრავო, კიდე ერთხელ გითხარი, ვერ დავიმახსოვრე. 09033306. კი ბატონო. ანუ ამ კოდს დავაყენებთ რა, სადარბაზოში ეს კოდი იქნება. კი ბატონო. ვისაც არ ეწოდინება თუ მაგონს მე დავიმახსოვრებ, მაგრამ მე ნიკუშას აქ მწვანე სვანებისგან თითიცაჩვენებელი სვანებისგან და გამოვყვევი მეც უკან ჩემი ღვინით და მიმიღებთ ეს. კი ბატონო. კი ბატონო, კი. რა თქმა უნდა ეხლა სვანური კუბდარი და სვანური რახი. კი ბატონო.
ძალიან საოცარი ხალხი ხარ და ძალიან მიყვარს იქაურობა მართლა ხო? მადლობა. გიждები. არა, იცით რახი კარგია. რახი კაია. აბა გისმ. იცით რა არის? ეს ღვინო დამაქვსო და ეს რის მიხედვით არის ეს კაცზე 2 ლიტრა მოდის თუ მთლიანი დარბაზის წონით არის ეს? ვინ რამდენი ხართ? აი არ შევირჩხენ პირს რო ამოვა. არა. ამდენად არ გათქმევინებთ რომ ესა ცოტა წამოუღიაო. იმიტომ რომ თავიდან ასე იტყვით და ბოლოს რანაირად დაამთავრებთ. მოკლედ ერთი ზეპრით კაი ქობულეთის ღვინო ფანტაზია. ქობულეთის ლურჯა. ეს რა შეგვისრულებთ? სვანურ სიმღერას შევასრულებთ ისევ და ისევ. კი ბატონო. თავისი წეკვით, თავისი კი ყველაფერი. ბატონო. ყველასთვის ცნობილ და საყვარელ შინაურგილ შეგისრულებთ. და ეს ახლა ეს მარტო ეს 4 ადამიანი არ არის აქ წარმოდგენილი რა თქმა უნდა აგერ გველოდებიან ბძღვნიან ყველაფერს როდის შემოვლენ და სტუდიაში წარმატება ჩემო ჯიგრიანი ბოგენაცვალეთ სასიამოვნო იყო თქვენი მობრძანება მადლობა რომ მობრძანდით კიდევ ერთხელ ვიძახი რომ გამარჯვების შემთხვევაში ღმერთმა ქნას გელოდებით აქ წილში გაკიყვათ წილში. ჩვენი გადაცემა არის სამშაბათის შემდეგი გადაცემა და ასე რომ მე გისურვებ წარმატებას და თუ ეს ასე მოხდა, ჩემთან კიდევ უნდა შევხვდეთ და უკვე აქ დაგახვედრებთ ღვინოს. ასე რომ ფორმები შეგიძლიათ დატოვოთ, იმიტომ რომ აქ მაიტანასოსის მეოთხე ვერსიაც შეიძლება სხვათა შორის ჩვენთან რო გავაგრძელოთ. ძალიან მოწონთ ეს ეპიზოდი, შენ რო ფეხები ვატყობ. მეც მომწონდა ეგ ეპიზოდი. ისე ჩვენთან კოშკი არ დგას და კოშკიდან ვერავის ვერ ჩამოვკიდებთ, ამიტომ უფრო უსაფრთხოა. კი ბატონო. იცი რა, სუმინდა და მეკითხა ნიკუშ, ვერასდროს ვერ კითხე, სხვადასხვა ადგილებში სვანებს უცხავდები. დიდი ხანი ეკიდე მართლა იქა? არა, ეგ იქ რო მეკიდე, იქ ისრაელი ამბავი იყო, ის ერთი კინოა, ჩაულებრივი ახლა. ხო არა? მაგრამ უფრო ნელა გადის დრო. არა, კაცო, იქ კაც მოვარდა შუა გადაღების დროს რაღაცებს იზახო და რატო კიდია ეს კაცი ახო და სამჯერ გაგვაჩერეს, ამ ხელა მქონდა თავი. სისხლი მოგაწვა ალბათ. არა კაცო, სულგუნი არის თქო ეს და შესაბოლად ვიკიდიათ თქო. საოცარ მაგარ ძალიან მაგარი დრომა გატარები, ასე რომ თქვა. ხო ცხოვრობდი ერთი თვე თუ რაღაც. რა გლობთ 10 დღე ვიყავით და საოცარი თქვენ ჭუბერში არ იქნებით ნამყოფი. ეს ჩვენი სოფელი. ჭუბერში არა ვარ ნამყოფი. სამწუხარ. მოკლედ ერთი სიტყვით, რა გვინდა ამდენ მოგვიწევს ასვლა და უნდა ავიდეთ. მობრძანდით. თან ახლა ზაფხული მოდის და იმედი ამას ავისვენ. დიდი სიამოვნებით გაგიმართლეთ. კარგი, წარმატებები პირველ რიგში რუსთავი 2-ს, რუსთავი 2-ის ძალიან მაგარ პროექტს ნიჭიერს, იმიტომ რომ აი ასეთი ხალხი საქართველოს მასშტაბით შეკრიბა და მიცა საშუალება ამ პროექტმა და რა თქმა უნდა რუსთავი 2-მა რომ მიეცათ საშუალება ჩემო ნიკოლოზო თავისთავად გამოეჩინა ამ ხალხს და აი რამდენი ისტორია მოყრენ როგორ დაიწყეს როგორ მივიდნენ ფორმებიც არ ქონდა და დღეს უკვე მთელი საქართველო იცნობს მათ აი ეს არის რუსთავი 2 და გულშემატკივრებს მოკლედ დაუმესიჯეთ გულშემატკივრეთ დაუჭირეთ მხარი თქვენ რჩეულს და ამ შემთხვევაში გიიტოვეთ ფინალისტებს არაჩვეულებრივ ადამიანებს როგორც შეატყვეთ და მეთანხმებით ჩვენ გემშვიდობებით ამ ულამაზესი და ჯიგრიანი სიმღერით აბა დროებით